მე უთხარი რომ მომიტანე CV მეთქი. ჯერ მკითხა მაგას CV რა არისო, არ იცოდა. ნუ მე რო აუხსენე თუ რა არის CV და რას ნიშნავს, დავიდა არ ვიცი ვიღაცას ალბათ თხოვა და შეავსებინა, თქვენ თქვენც ნახეთ. აქ დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსოს კახეთის ფილიალი რაღაც მრავალფეროვანი კოლეჯიო, ასე უწერია, არ ვიცი რა არის ეს. 2 წლიანი კურსია გავლილი და სამუშაო გამოცდილება უწერია დღემდე კერძო ტაქტის ძღოლიო. აი ტაქტი უწერია, არ ვიცი ეს ტაქსი იქნება ალბათ. ასე უწერია დღემდე კერძო ტაქსის ძღოლი. მე ვიცი რომ არც მანქანა აქვს, არც ტაქსის ძღოლი არ არის. მაგის გადავამოწე. შემდეგ ეს კაცი იყო ჩემთან მოსული, მთხოვ გაჭირებული ვარ რომ მითხრა დავეხმარა ჩვენ ამ კაცს რაღაც ფულადი თანხით. შემდეგ მოვიდა მითხრა სამუშაო მინდა. მე ამას აუხსენი ამ პიროვნებას, რომ თუ რამე სამუშაონა ესეთი, უნდა გაიაროს კონკურსი და თუ გაიმარჯვებს, დასაქმდება. თუ ვერ გაიმარჯვებს, ვერ დასაქმდება. მან მითხრა ესეთი, რომ არა, მაგას არ შეუძლია ამ კონკურსში მონაწილეობას მიღება და უფრო უნდა ყარაულობას. მინდა სამე იქნება ყარაულად გამიშვაოთ. ესე არ ხდება, ხო? 300 განცხადება ყარაულის თაობაზე დაკავშირებით, უნდა ყველას ყარაულად. 300 განცხადება. მე რომ დამასკუთო დავასაქმოთ ყარაულად, ხო, დავასაქმოთ ყარაულად. ეხლა მე სადა ყველა როგორ დავასაქმო, ხო, ის დასაქმებულია ჯერჯერობით არიან. თუ ვაკანტური ადგილი იქნება, დიდი სიამოვნებით დავასაქმებ, ყველა გაჭირებულს, ხო, რა პრობლემაა? ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მაგრამ ერთი პრობლემა ამ კაცს უთქვია, რომ უნდა დავждე კიბეებზე და ვიშიმშილო. ესე ვისაც მოუნდება სამსახურიდან რომ მოვიდეს ამ კიბეებზე დაждდეს და ისიმშილოს, ესე არ არის, ეს კანონი ეს კანონის დარღვევაა. კანონს თუ დაარღვევს, მიმართა შესაბამის სტრუქტურებს და გასცემს შესაბამის პასუხს.